შენ რომელიც ამ ვიდეოს უყურებ, იცოდე რომ წინ წარმოუდგენელი ამბები გელოდება, რადგან დღეს ვიღებთ YouTube სივრცეში ყველაზე აზარტულ, ყველაზე განსხვავებულ და ორიგინალურ შოუს ექსპერიმენტს, სადაც ჩემი სტუმრები, ამჯერად სოსო და გიგი, ეს მოგზაური ხალხი, ეცდება რომ ჩემს მიერ მომზადებული არაორდინალური ექსპერიმენტები ამოხსნან. და თუ ისინი შეძლებენ 4-ვე ექსპერიმენტის სწორად გამოსვლებას, საფრთხე შესაძლოა 2000 ლარით დაბრუნდნენ. ჩვენ უკვე მზადავართ უკვე სად მივდივართ სამოგზაუროთ ამ ფულით უკვე დავუყო. აი წეგან ვახსენეთ, რომ სადაც ეგვიპტეში ვერ მოატყუეს ეს ხალხი, აქ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მე ჩემს მაქსიმუმს დავდებ. და აქვე ვიტყვი რომ ამ ყველაფრის წარმდგენი გახლავთ ამბასადორი ბეთი, რომელიც ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახდა და მადლობა აგრეთვე რა თქმა უნდა ჩვენ სპონსორებს უგემრიელ სასმელს Somersby-ს, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სუპერმარკეტებში და აუცილებლად ყინულთან ერთად ჩაცელული მირთვით და მადლობა აგრეთვე კრედოს, რომელიც მაძლევს საშუალებას თქვენთვის კონტენტი შევქმნა. მე შეგახსენებთ, რომ 4 ექსპერიმენტი მაქვს თქვენთვის მომზადებული. თითოეულ ექსპერიმენტს აქვს ორი პასუხი: შესაძლებელია ან შეუძლებელია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია. უკვე შესაძლებელია. გონია რომ შესაძლებელი. თუ თქვენ იტყვით, რომ კონკრეტული ექსპერიმენტი არის შესაძლებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ექსპერიმენტი რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ, 100-ჯერ რომ გავაკეთო, 100-ჯერვე გავიმეორო. შენ ვიჭველი? გავიმეოროთ მაშინ 100-ჯერვე. აი რაღაცას თუ მოვეტყვი, 100-ჯერ გავიმეოროთ ყველა. არ მაქვს პრობლემა. მე არ მეჩქარებ. უბრალოდ დაახლოებით 2 საათის ნაცვლად 20 საათი ან მეტის დასჭირდება გადაღებას. რაც შეეხება შეუძლებელს, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ზოგადად დედამიწის ზურგზე აი ამ მოცემულობით ამ კონკრეტულ ექსპერიმენტს ვერავინ ვერ შეასრულებს. პირველი ექსპერიმენტის კონვერტი, სადაც პასუხი უკვე მოთავსებულია. მე უკვე ნათქვამი მაქვს, შესაძლებელია თქო. გავუწევ. მეორეზე გადავიდეთ. უჩქარო ძმა. მეორეზე გადავიდეთ თუ შეიძლება. მეორე კონვერტი შემოვიდა და თუ შეიძლება. კარგით, მოდით ესეთი რაღაც გავაკეთოთ. გიგი, ტელეფონი რომ მათხოვ თუ შეიძლება რომ გახსნათ. დიახ, მე წავშალე ყველაფერი რომ რაღაც ჩატი მინდა რომ გაგიხსნა ხო? ხო, თუ შეიძლება ჩატში არ გახსნა, რაღაც მინდა რომ დავსერჩო ასე ვთქვათ რა. კარგი, მოდი, ესე იგი ჩვენ დავსერჩოთ, ოღონდ სერჩი სად გავხდი? Beautiful girls in India. თუ შეიძლება ხელი გამიწოდე, მე რაღაცა დავსერჩე, რომელსაც ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ განახებთ. ხელი გამიწოდე. რაღაცა დამაწერა მე მგონი რომ ჩამოვარდა. მე ამას ესე ფრთხილად მოვათავსებ შენს ხელის გვერდზე და მინდა რომ დაასახელო. ნახე, დასტაში არსებობს 52 კარტი, მაგრამ მარტივად რო დავყოთ რა. გვაქვს რაღაც კონკრეტული სიმბოლო, ჯვარი გული ყავიან აგური და გვაქვს რაღაცა ღირებულება. 2, 3, 4 და ასე შემდგომ ტუზის ჩათვლით. მოდი ჯერ ღირებულების გარდა სიმბოლო თქვი მარტო, ჯვარი გინდა, გული ყავი თუ აგური. რასაც აიჩევ, ის არის შენი გადაწყვეტილება. სიმბოლო დაასახელე უბრალოდ. აგური და მინდა შენ ღირებულება რო დაასახელო. რაღაცა აგური უნდა შექმნა. 4-იან. 4-იან აგური. ნახე თქვენს მიერ მიღებული. არ არის გაკონული 4-იან აგური. არა, თქვენს მიერ ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილება, ანუ კარტის შექმნით, ეს არის აგური და 4-იან აგური. ძალიან საინტერესო კარტი. რამდენი თავისუფალი არჩევანი გქონდათ? მე არანაირ გავლენა თქვენზე არ მომიხდენია, ხო მართალია? 100%-იანი თავისუფალი. 100%. მეც გეთანხმებით ნამდვილად. თუმცა ხა გიგი, რატომ გამოგართვი ტელეფონი? მე რეალურად რამდენიმე დღის უკან ერთი ასე ვთქვათ საინტერესო ვიდეო შემოხვდა YouTube-ზე. YouTube-ი მაქვს გახსნილი. ხო. და ეს ვიდეო რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ ვიფიქრე, რომ რამდენიმე დღეში სოსო და გიგი უნდა მესტუმრონ და მოდი ამ ვიდეოს ვანახებ გიგის და სოსოს თქო. და უცნაურია, მაგრამ ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ვშლი დასტას და იქიდან ვიღებ 52 კარტიდან ზუსტად 4-იან აგურს. მე გეუბნებით, რომ აი ამ ტელეფონში მაქვს YouTube ვიდეო გახსნილი, რომელიც არ შეიძლება, თქვენი ტელეფონია გახსნილია, თქვენ თვითონ გამბლოკავთ და თქვენ თვითონ ჩართავთ ვიდეოს. 4-იან აგურს იღებს დასტიდან ილუზიონისტი. თქვენ გადაწყვეტოთ ეს შესაძლებელია თუ გატყუებთ? შანსი არ არის. ერთი წამი დავფიქსე. ეხლა ნახე, მართლა პროსტა ვთქვი აგური, აი რენდამ, ანუ არც ვიფიქრე რომ აი რაღაც თანმიმდევრობას არ ბევრი ტულს ამბობს, 7-იანს ამბობს, ან 4-იანი, იმიტომ ვთქვი რომ არაფერ შუაში არ არის რა. ხო, მეც აგური იმიტომ ვთქვი რომ რავი რაღაცა აი თავიდან ჯვარი ან ჯვარზე. ამან ბოლო აგური კითხვა, მაგრამ აი ეგ შანსი არ არის, ანუ შანსი არ არის. ან მე ხო ვიცი რა ჩემ თავში ხარ როგორ ავირჩიე 4-იანი. არანაირი ზეგავლენა არ მოხდენი არაფერს. ხო, მე ჩემმა მე მინდოდა ჯვრის თქმა, მაგრამ გადავიფიქრე მეთქი ეს ჯვარი ალბათ რაღაც გამოყვეთა შეიძლება ჯვარი. იყოს ხა. რო ამოტრი მარტო 4-იან აგურია. 4-იან აგურია მარტო, აი დასტიდან არა შეუძლებელია. მივიღო პასუხი. შანსი არის. აუ, ჩემი. მივიღებ პასუხი. წავალ ეგრევე გადაწერდა. მივიღებ პასუხს.
მე რა ვიცი მეგობრებო, თქვენ იმდენი რაღაც გაქვთ ნანახი, იმდენი ქვეყანა გაქვთ შემოვლილი და იმდენი საოცრებები გაქვთ ნანახი, რომ რა ვიცი ხა ერთი უბრალო ილუზიონისტისგან ესეთი რაღაცის გაკეთება ვფიქრობ, რომ მე მეგონა რომ შესაძლებელს იტყოდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია. მე არ მინდა რომ ტელეფონს შევეხო, ეს შენი ტელეფონია, მე ვიდეო ვიღებ. ხო, ხილად ამოვატრიალე ეს ტელეფონი. წესით რაღაც ვიდეო უნდა იყოს გახსნილი, ხო? ხო, ვიდეოა გახსნილი, კამერა ჩაერდოს. კამერაც რო ჩარდოს და ის რა სოსომას რო დაინახოს, თუ შეიძლება მიაჭირი ამ ვიდეოს და უყურე ხმას რო აუწიო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხარ რა თუ გინდა თავი დაჩარტი არ არის პრობლემა. როდის არის დადებული ეს? არ ვიცი, საკმაოდ დიდი ხნის წინ იქნება დადებული. რამდენი ხნის წინ არის დადებული? 9 დღის წინ. 9 წლის წინ. მეგობრებო, ერთი წუთი შეგიძლიათ მაინც ნახე სოსო. შეიძლება კიდე ერთხელ ამბობ, ეს არ უნდა იყოს დამთხევა, ეს უნდა იყოს აუცილებლად შესაძლებელი. კიდე გავიმეოროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პასუხშიც პირველ კონვერტში დევს ამ ექსპერიმენტის პასუხი და რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი არის შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა გავიმეოროთ. თავიდან გავაკეთოთ. დავაი. შეგვიძლია. დავაი. ვერ ხვდები. ნაო, რანაირად. სოსო, აუცილებელი არ არის რომ მიხვდე. არა უშავს, ეს პირველი კითხვა მხოლოდ 200 ლარიანი კითხვა იყო. ტუტორიალს სად ნახო? ტუტორიალი გადაცემის დამთავრების შემდგომ მეთქვი? ანგარიშის ნომერს ჩაგიგდებთ და მე დავიწყოთ. მეგობრებო, სანამ მეორე ექსპერიმენტზე გადავალთ, როგორც ყოველთვის ვიმყოფებით სახელოსნო ბარში, იქ სადაც 7 ივნის ამიერკავკასიაში პირველი და ყველაზე პოპულარული ჯგუფი რეგიონი დაიკავებს სცენას. პირველი კალათის ბილეთები ამოყიდულია ყველა მეგობრებო, მაგრამ სახელოსნო ბარმა ჩემი მაყურებლისთვის გამოყო პრომოკოდი LASHA, ესეთი ულამაზესი პრომოკოდი, რომელიც რა თქმა უნდა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და დარჩენილი არის მხოლოდ მეორე კალათის და კარზე ბილეთები, მაგრამ თქვენ ისევ პირველი კალათის ფასად შეძლებთ ბილეთების შეძენას. ივენთის დეტალური ინფორმაცია იქნება აღწერაში მითითებული, აგრეთვე ბილეთების მულსაც თან დაურთავ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, პრომოკოდი გამოიყენოთ და გელოდებით ყველას 7 ივნის სახელოსნო ბარში. რაც შეეხება მეორე ექსპერიმენტს, ახლა რადგან პირველ ექსპერიმენტში უფრო მეტად დომინანტურად გიგი იყო ჩართული. ოუ, ნახევარი ავირჩი. არა, გიგის ტელეფონი გამოვიყენე, გიგის ხელს შევეხე. ეგრე, კიდე. სოსო, ახლა შეხელს მე შე. ოპა. არა, ხუბრო. შეეხე არ არის. გავა. სოსო. შენი დახმარება დამჭირდება. მე ვიცი რომ გაგიკვირდება და ვიცი რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. შეძლებს დაგორად. ასე რომ მე შენთვის რაღაც პატარა ექსპერიმენტი მოვამზადე. მინდა რომ ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე. კარგად დაფიქრდი, არ შეგეცნია გიგი. მე აკედა გიბალეში კებს. შეშინია გიგი. ასეთი დროშების დაფარვავს. დარცი თუ გიყვარს. მეტად ნაკლები. არ მჯერა. არ ჯერა. გიგი, პირველ კითხვას ესე იყო, ხო? განწყობი. დარცი გისვრია. მე ახლა შენი თვალებს აგიხვევ. აი ამ ისარს ესური. ნუ ალბათ უფრო ორიენტაციით უნდა ისროლო, იმიტომ რომ თვალები ახვეული გექნება. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომელ დროშას გაარტყავ ამ ისარს, კარგი? და ხა რა გამოიცნო. არ ვიცი. ბიჭო, ბევრი რაღაც გამომიც, მოდი შემთხვევით აიხვია უკან ისე რომ არ ჩანდეს. აუ, დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი. გიგი დროშები დაიმახსოვრე. ხო, სულ ყველა თუ რამე შეიძლება, გიგი არის აქ, რომელიც რა თქმა უნდა დაადასტურებს. მე ყველაფერს იმაში. ის არის, მოდი აი უბრალოდ გაგასწორებ, ნახე? აი ეს ცოტა ახლოსაც მიიწე თუ რინა ეს, ნახე? აი ეს სადღაც ასე თუ გაუშვებ, იცოდე რომ დაფას მოხდება. მიდი სოსო შენ შეიძლება. ვიღაცას თვალში თუ გაარტყავ, ყვირილს გაიგონებ. სათხარ? აი, ეცადე რომ მაგრა ისროლო რომ დაარჭო, კარგი? შვენი? აх, ჩემი. შეგიძლია მოიხსნა. ნახოთ შენი გადაწყვეტილება რა არის? რა, ყველაზე ცნობილი გეცნობა ეს დროშა? კი. ხო ვერ შემახსეებ რა დროშა არის? ამერიკა. მე მგონი ხო? ვერ შეგეწინააღმდეგე. აქ არის მეგობრებო 46 დროშა და შენ ამ 46 დროშაში აირჩიე, ნუ ამ შემთხვევაში ამერიკის დროშა, კარგი? ეს არის შენი პირადი გადაწყვეტილება, მე მესმის რომ შენ თვალები ახლოვი ქონდა. თუმცა გიგი დაადასტურებს ისე დაახლოებით. საქართველოს ვცდილობდი. ხო, მაგრამ ახლოს იყავი სხვა თიშოს რა. თუმცა ნახე, გიგი დაადასტურებს რომ აქ არანაირი ზეგავლენა არ ყოფილა აგრეთვე, ეს არის შენი გადაწყვეტილება. მოდი დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ადგილებს. მე აქ მაქვს მომზადებული მეგობრებო ერთი პატარა კონვერტი. ამ კონვერტში მე მინდა გითხრათ რომ ერთადერთი ქვეყნის დროშა არის მოთავსებული. ეს კონვერტი, რომელიც მთელი ამ ნომრის განმავლობაში გიგის წინ იჯდა
უბრალოდ გიგის წინ იყო. გიგი იჯდა ამ კონვერტის წინ რა. მეორე ექსპერიმენტის კითხვა მდგომარეობს შემდეგში. კონვერტი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო მაგიდაზე მოთავსებული, ზუსტად ამერიკის დროშაა შიგნით მოთავსებული. თქვენ უნდა გააწყვიტოთ, ის არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. მანამდე მე სომერსთვის სწავლებ მევირთმევ. რომ მივიდევ ცადო, თვალდახუჭული რომის როლომეც. არ ვიცი, თუ გინდა ცადე. შევიდეო ცადო? მე ცადე. თვალები დახუჭული კი, არა პრობლემა, ცადე. შენი დექი ზუსტად მახსოვს, აი აქ. აი ესე დაგაყენა სპეციალურად. სადაგაყენა? ამოვაძრე და რავი, დახუჭე ანუ თვალები. დამთხევა არ არსებობს. აი, დახუჭული მაქვს თვალები, ესე დაგაყენა რაღაცა, მიდიო. ეხა ესე არის როდი, ესე ის როდი. ახლოს იყავი. ახლოს არის. ახლოს ო, იყავი. მაგრამ ნუ დამთხევა ეხა ის. არა, ნახე შენ ცოტა შეიძლება აწინი დექი და ამერიკას ხვდება. ბელგიას გაარტყი ამ შემთხვევაში. ბელგიას გავარტყი, მაგრამ პირველი ეს პირველი ცდა რო იყოს, ვიტყოდი რომ შეუძლებელია. მაგრამ წეგან ეხა ისეთი რაღაც გვაჩვენა უკვე დავფიქრდი რა. ნახე, არა, ნახე, ჩემი აზრით შეიძლება ისიც არსებობს, რომ თვალებს რო ხუჭავდა რაღაც იმამდე ზუსტად ერთნაირად ის. არა, ნახე, ეს იძახის რომ თვალებს არჩე რო რომ ხუჭავს გააკეთო. სოსო, მე მგონი გიგიზე მეტად. თვალებს დახუჭული, ვიცი რომ რა ხდება თვალებს დახუჭული კაცმა. ერთი იგივე ხდება. თვალებს დახუჭული, არ ვიცი. მან შენ ზალა უკეთ დაიმოწო. აი ხა მე რო წავსულიყავი მაგალითად, მე გავარტყავდი მარცხნივ რა, უეჭო. ან ცოტა ესე ვისროდი აქეთ რა. ამ და საქართველოს. მაგიტო ერთი შეხედვით არის შეუძლებელი, მაგრამ ეს კაცი გვიზის. მაგრამ ეს ხო ამბობს რომ სუ გამოვავს, სუ კი, აჯერო გააკეთა ესე თუ შესაძლებელია. თუ შესაძლებელია. ნიშნავს რომ ისიც რო გავიმეოროთ, ესეც რო გავიმეოროთ. არ მჯერა, ბიჭო, რავი. გავრისკოთ მოდი ერთიც. არ ჯერა. ხო რა. ხო, მეც არ მჯერა რა. მე რომ მივსულიყავი, მგონია რომ აი იმას ვესროდი ცოტა აი ნახე. რანაირ აი რაღაც ესე ვიზავდი რომ ან ავაცინებდი რომ თქვენი პასუხი არის დავაფიქსირებ. დავაფიქსირე. შეუძლებელია. მე ვიღებ. დაუჯერებელი ხალხი ვართ. აი ამას გაგაგრილებს სამსმილი შენ. ეს თქვენი ეს შესაძლებელია. არის შეუძლებელი. მე ვიღებ. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მეგობრებო, აბსოლუტურად ყველა დროშა აწყობთ გარდა ამერიკისა. თუ ამ კონვერტში მოთავსებული არის ამერიკის შეიძლება. ამის მე ყველაფერი გჯერა პროსტა რა. ამის მე დანარჩენი ორი თუ ამ კონვერტში მოთავსებული არის ამერიკის დროშა, სამწუხაროდ მეორე 400 ლარი კითხვაც წააგეთ. სოს რადგან შენ იყავი მოქმედი გმირი თუ შეიძლება გახსენე. არ მჯერა. შეიძლება გავგიჟდე ხა რომ აქ ამერიკის დროშა იყოს. აი ეს პერი ერთი წამი. პერი იყო. და ეს არის ჩესტე აუღები. გაგუშ ჩუაში ჩასვი აქ. რა თქმა უნდა ეს აქ იყოს ჩვენთან. ამ ექსპერიმენტის პასუხი გახლავთ შეუძლებელი. 400 ლარი თქვენს ბიუჯეტს მიემატა. გავწვდით უკვე ძმა. მესამე ექსპერიმენტის დრო, რომელიც 600 ლარიანი კითხვა იქნება. სანამ მესამე ექსპერიმენტზე გადავალთ, ჩემი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს. თუ გინდათ რომ სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ზედმეტი თავისტკივილის გარეშე გააგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილების საზღვარგარეთ, მაშინ იცოდეთ რომ მაიკრედო არის თქვენი მაგიური ხსნა. აპლიკაციაში საერთაშორისო გზავნილებზე ერთი დაწკაპნებით უსწრაფესად მიდის თანხა 50-ზე მეტ ქვეყანაში, სულ რაღაც $5 ან ევროთ. ყოველგვარი ზედმეტი დაფარული გადასახადების და ზედმეტი ლოდინის გარეშე. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრესატი იღებს თანხას ძირითად შემთხვევაში 1 საათში, ხოლო მაქსიმალური ლოდინის დრო არის 24 საათი. ამიტომ გამოიყენეთ მაიკრედოს აპლიკაცია გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. გადავიდეთ მესამე ექსპერიმენტზე და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი მაქვს თქვენთვის მომზადებული. სადაც ორივე თქვენგანი ამ შემთხვევაში ჩაერთვებით, მაგრამ არჩევანს გააკეთებს ამ შემთხვევაში სოსო. სოსო. ნახე, ასე ვთქვათ, ყუთი გვაქვს დაფიქრ. თქვენს წინ მოთავსებული. წინა მოუგეთ ეხა წინ. თუმცა, ნახე, არსებობს რიცხვების ფსიქოლოგია, რომელიც უფრო მეტად სტატისტიკურად გავრცელებულია, ვიდრე ფერების ფსიქოლოგია. ამიტომ წარმოიდგინე, რომ ჩვენ გვაქვს კონვერტებიც და გიორგი, თუ შეიძლება ვაჩვენოთ კონვერტები, სადაც არის 5 განსხვავებული ფერი. ის მე პირდაპირ გეტყვი, რომ ამ ფერს შეიძლება კონკრეტული 5 შეესაბამებოდეს. უბრალოდ მინდა რომ რომელიმე ფერი აირჩიო, რის მიხედვითაც შენ სავარაუდოდ რომელიღაცა 5-ს აირჩიო. რა ფერსაც აირჩიო, პირდაპირ გეტყვი, რომ ამის მიხედვით შენ ფაქტიურად 5-ს ირჩევ. არაფერმა არ უნდა მოახდინოს, ეხლა ჩემზე გავლენა. გვაქვს შავი, მწვანე, წითელი, ლურჯი და მწვანე. მწვანე. კი. დარწმუნებული ხარ? ხო.
როგორც გაგიხარდება, თუ ჩემი შეიძლება. თვალისფერია მწვანე. შვენიერი, მწვანე გამოვწიოთ და ვანახოთ ახლა რა იმალება მწვანე ფერის უკან. თუ შეიძლება მოვატრიალოთ, ეს არის რიცხვი 2-იანი. მწვანე გახლავთ რიცხვი 2-იანი. თუმცა, მოდი ვნახოთ რა მოხდებოდა თქვენ სხვა ფერები რომ მე აგერჩიეთ. მაგალითად თეთრს ვამოვდი. შენ აირჩევდი 3-იანს გიგი? ხო. არის 1-იანი, გვაქვს აგრეთვე ზემოთ 4-იანი და ლაშას არჩევანი, რომელიც პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან კარგია რომ არ აირჩიეთ, რადგან ლაშას არჩევანი, ალბათ 5-იანი იქნებოდა, თუმცა ნიშნავს რომ მე ნებისმიერ 5-ს გადავწყვეტდი, როგორც თქვენს არჩევანად. თუმცა სოსომ აირჩია რიცხვი 2-იანი. ახლა გიგი ახლა შენ უნდა გამომყვე. ხო. ნომერ 2 5-თან თუ შეიძლება. კიდე გიგი. გიგი მეორე 5-თან თუ შეიძლება. თხოვთ. და აი აქ რომ იდგეთ. მეგობრებო, თქვენ არ იცოდით რეალურად ერთი ინფორმაცია. არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდენად ავთენტური იქნება, რასაც ახლა მე თქვენ გაგიჟღერებთ, ეს უნდა გადაწყვიტოთ, თუ შეიძლება ჯერ ხელს მოდევთ, უნდა გადაწყვიტოთ თქვენ იმის მიხედვით, გონიათ თუ არა ეს შესაძლებელი ან შეუძლებელი. თუმცა მე გეტყვით, რომ ამ 5-5-დან მხოლოდ 1-5 არის სარიელი. ოკეი. დანარჩენ 4 ყუთში მოთავსებული არის 1-ში ფილი. მეორეში მოთავსებული არის ტარანტულა, რომელიც ობობების სახეობაში ყველაზე დიდი ზომის სახეობა გახლავთ. მისი ეშვები 2 სანტიმეტრსაც აღწევს და ხშირ შემთხვევაში აქ არის ეგეთი ეს ზომა, კი, თუ არის, თუ შესაძლებელია, თუ შეიძლება გატყუებ და ყველას არის. მე არ ვიცი. ხო. ერთ-ერთ ყუთში მოთავსებული არის შავი ქვრივი ობობა, რომელიც არის არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ყველაზე შხამიანი არსება, არა მხოლოდ ობობის სახეობა, არამედ არსება, რომელიც ერთი ერთზე ყველაზე შხამიანი არსება არის. თუნდაც გიურზასთან შედარებით ან ნებისმიერ შხამიან ცხოველთან შედარებით. და მეოთხე ცხოველი, თუ სწორად მახსოვს, არის აგრეთვე შხამიანი ორიელი, რომლის კბენაც იწვევს მომენტალურ სისხლის შედედებას და გასქელებას. ჩემი სიკვდილი გინდა? ანუ სიცოცხლისთვის საშიშია. ხო, ჩემი სიკვდილი. არა, ახლა შენი მიზანია და სოსოს მიზანია იმსჯელოთ, რომ რაც მე გითხარით, თუ ეს ყველაფერი გონიათ სიმართლე, მე გეუბნებით, რომ ამ 5-5-დან თქვენ აირჩიეთ ზუსტად სარიელი 5. ორი ნომერი. შენ კი ამბობდი რომ მე 3-იანი მინდოდა, მაგრამ სოსომ რაც აირჩიე, ეს არის სარიელი 5. დანარჩენ 4-ში არის გადანაწილებული ეს ცხოველები და გიგიმ ახლა ხელი უნდა ჩაყოს 2 ნომერ 5-ში. ბიჭო, რო ჩავყო და რამე მომივიდეს? ბიჭო, მე მგონია რომ ეს შესაძლებელია. აჰა. და რატო მე თეთრს ვირჩევდი? ანუ შენ ხა შენ დაგასახელებ პროს, აი რა. სოსოს ვეტყვი ესეთ რაღაცას რომ თუ ეს კითხვა განმეორდება, 100-ჯერ რო გავაკეთოთ, თქვენ 100-ჯერვე აირჩევთ სარიელ ყუთს. ეს არის სპეციალურად რომ გადმოგიბიროს ეხა რომ ისაო. რო თქვა რომ არ არისო სწორია. ეს ყუთები როდის შემოვიდა? აი ესე. ანუ მე ეხა ნახე მე ჩემთვის რო ეთქვა, მე თეთრს ავირჩევდი. ანუ სხვა არ არის ხო სხვა ყუთი. მწვანე აირჩიე გევასება მწვანე. იცოდა ამან საიდან სამე გითქვა? არა, შანსი არ არის. რამე ხმაური არ გისმის? ბიჭო, ნახე, გადაცემა, ნახე, გადადაუკვირდით. გადაცემაა რა, რაღაც ისეთი უნდა იყოს, რაღაცა რა. ექშენი რაღაცა. რაღაცა უნდა გიკბილოს რომ ჩაყოფე. ჩემი ეს დაგეგმა. შესაძლებელი არ არის. არ ვიცი, არა, შესაძლებელი გონია? 4 ცხოველია. აქ იყო ეხლა ეს 4 ცხოველი? ყველა ვარიანტი უწევს ხო ხელის ჩაყო. არ ვიცი, რა აჩნია რა პასუხს მიიღებთ. ერთად გჯერა, ჩემი ჯერა. მე არ მჯერა. როგორ რო დავფიქრდეთ, შეუძლებელია ბაზარი არ არის ისევ როგორც ის პირველი იყო. ეგრე ყველაფერი შეუძლებელი გეგონება. ხო, ანუ ყველაფერი ეგრე გვეგონება. ლოგიკურად მგონია რომ შესაძლებელია. მაგრამ ეს უფრო მგონია შესაძლებელი, ვიდრე სიტყვაზე დარცი რომ 4 სხვადასხვა ცხოველი? ხო. აქ არის ეხა? შესაძლებელია იყოს, მაგრამ რავი. საბოლოო ჯამში მაინც ალბათობაა ჩვენ შემთხვევაში, ხა უნდა რაღაცა ვთქვათ. კაი, მე ვერ გამოვიცნი. შენ რას ვფიქრობ? შენ მანდ შენდგახარ და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. თქვენ სოსო ეთანხმები. შესაძლებელია. ჩვენი გიგი იძახის რომ აქ არის აუცილებლად სარიელი. გეტყვი, კიდე ერთს ვიტყვი რატო? იმიტომ რომ ჩემი ეს არის ძალიან შეუძლებელი და ყველა შეუძლებელს სიტყვა და მაგ ლოგიკით შესაძლებელია რა. გასაგებია. თუმცა სანამ გავიგებთ არა, ერთი წამი. შენ თუ ფიქრობ რომ ეს არის შესაძლებელი, შენ ამბობ რომ ეს სარიელი ყუთია, ხო მართალი ვარ? ხო. მაშინ რა პრობლემა გაქვს რომ ხელი ჩაყო? შესაძლებელია, მივხვდი მან სად ტყუდები? არა, შენ პრობლემა არ გაქვს.
რომ აქ ხელი ჩაყვები და შენ მეუბნები რომ ეს არის შესაძლებელი და ცარებია. ამიტომ მინდა რომ ხელი ჩაყო. არ მომკრას. რაღაც არ შემეხო სხვა რამე. სადაც კუბოში იყავი სამბიდრე. მინდა რომ ბოლომდე ჩაყო და მაინც კუთხეებშიც რომ მოუსვა რაღაც. დამეხوار ფარტხალებს. მაგარი ცუდი შეიძლება. ძალიან ცუდი გზნობა. ვიცი. ჰაერი ამოდის ბიჭო. ჰაერი ამოდის. ჰაერი ამოდის. რაღაც სუნთქავს. არის ძმობაზე ჩაყავ. კარგად, კუთხეში. არის რამე? იმედია цаრიელი. цаრიელია, ხო? царელი. ეხლა მთავარია ეს ხუთი იქით არის цаრიელი. цаრიელები, ტარანტულები. ჰა, ტარანტული. აქ არის მეგობრებო? აქ არის ტარანტული რომელიც კადრში გამოჩნდეს. არის ხო? ეს რა საშინელება. აქ არის მეგობრებო, შავი ქვრივი, მიესალმეთ. და იქით ყავს ერთ-ერთი მორიელის შხამიანი სახეობა, რომელიც აგრეთვე პატარა არის, თუმცა თუ შეიძლება რომ ახლო კადრებიც ავიღოთ კარგად. მეგობრებო, თუ ამ ცხოველების მიმართ გაგიჩნდათ ინტერესი, ეს ცხოველები მოგაწოდა Glimstorm-მა, რომელიც გახლავთ პირველი ონლაინ მაღაზია ეგზოტიკური ცხოველების მიმართულებით, შეგიძლიათ მათ დაუკავშირდეთ, აუცილებლად პეიჯი იქნება საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე ვიდეო სახსრაში მითითებული, დაუკავშირდეთ და ჩამოგიყვანეთ ნებისმიერი სახეობის ეგზოტიკურ ცხოველს. ეს იქნება ობობა, მორიელი თუ რაიმე სხვა ნებისმიერი ეგზოტიკური ცხოველი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ყავთ 100%-ით უსაფრთხო ცხოველთა სახეობები, ეგზოტიკური ცხოველები ადამიანებისთვის და შეძენის შემთხვევაში ასევე მოყვება ყველა ის საშუალება, რომელიც დაგჭირდებათ ამ ეგზოტიკური ცხოველების მოსავლელად. კარგი იყო? კაი იყო. ძალიან იყო, კარგი ადრენალინ ემოციები. ძალიან იყო. მე კი მოგილოცავთ თქვენ მესამე კითხვის სწორად გამოცნობა. ეს როდის ვჭამოთ მე შევწვათ. ვერ შეწვა. მეგობრებო, თქვენ წარმატებით გამოიცანეთ. მესამე კითხვაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000 ლარიანი ბიუჯეტი გაქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ განადგურე. კარგია, მე მიხარ, თუმცა ჯერჯერობით ბოლო რაუნდი წინ არის, კიდე თავარი ეგ არის და ასევე წინ არის მეოთხე კითხვა, რომელიც 800 ლარიანი შეკითხვაა. მეგობრებო, მე თქვენთვის მაქვს წამოღებული ესეთი ბარათები, სადაც არის სახელები განთავსებული, ქართული სახელები არის, მათ შორის გიგი. ვაიმე, რა კაი სახელია. ასევე სოსო, თეკლა, თემური, ირაკლი, სალომე, ზურაბი, რეკა, დავითი და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად აქ არის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი 40 სხვადასხვა ბარათი. მოდი სახელი მინდა რომ აირჩიოს გიგი. ხო. უბრალოდ სანამ გიგი რომელიღაც ბარათს ამოიღებ, მინდა რომ თითი გამოწიო. და იცი აქენი მინდა რომ დარწმუნდე რომ ნამდვილად ისეთ ბარათს იღებ რომელიც შენ გინდა, ამიტომ თითი დაადე ჯერ ნებისმიერ ბარათს. მოდი უბრალოდ დაადე თითი. უბრალოდ დაადე. წინ ზემოდან დაადე, პირდაპირ ზემოდან. ეს დარწმუნებული. არა. აი, რაღაცა ისე. შემილია ეს აი ეს. უნდა ამოიღე. ეხა მაგაზე არ ამბობ. ამ ორი წყულია რომ ეხა ეს მე რა. შანსია. ამ მოატრელი ვნახოთ რა ბარათი ამოგივიდა უბრალოდ. სოპო. სოფო, შვენიერი სახელია სოფო. ახლა მინდა სოსოს მივმართო. სოფო, მე სახელებთან აგრეთვე სახელებთან ერთად მაქვს გვარებიც. რაც სხვა გვარებია, ასე ვთქვათ, გამოსა. მაგათ ნებიერიც. რა კარგი გვარია. არა, სადღაცას ქავთარაძეც ჰქონდა, არ მახსოვს, მაგრამ ქავთარაძეც ჰქონდა, ჯაფარიძე, ნინუა, კაკაბაძე, ციკლაური, გელაშვილი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს გვარი, არ ვიცი რატო. თოფურია, ჩიქოვანი, აბაშიძე, მელაძე და აბულაძე და არ ვიცი, გიორგაძე და ასე შემდგომ. აქაც 40 განსხვავებული ეს არის რა გვარი. მინდა რომ შენც ასევე თითი გამოწიო და რომელიმე ბარათს თითი დაადო, უბრალოდ თითი დაადე ჯერ ნებისმიერს. თითი დაადე. აი ეს, ზუსტად ეს ბარათი. გამოწე. ზუსტად ეს ბარათი, თუ შეიძლება ვანახე. სოფო ბერიძე ავაწყე. სოფო ბერიძე რუდოცავ თავი. სოფო ბერიძე, ვინ თუ გიყურებ სოფო ბერიძეს, დიდი მოკითხვა. შენ ასევე გაგიმარჯოს შენს და ყველა იმ ადამიანს, გაუმარჯოს, რომელიც ახლა მიაჭერს ლაიქის რილაქს და გამოიწეს მეგობრებო. არა მარტო ჩემს სახს, არამედ მაგერ ამ ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სოსოს დაუდგეთ. გვერდში მეგობრებო, აკლია გავხსნით. იქნება მეგობრებო, თხოვნαμε, რომ ეს კონტენტი იქნება თქვენთვის ძალიან დიდი
შრომა და რესურსია ჩადებული და თქვენი მხრიდან მხოლოდ უბრალოდ მაუსზე ღილაკის დაჭერაა საჭირო, რომ დაგვიფასდეს და კიდევ უფრო მეტი мотиваცია მოგვეცეს, რომ უფრო მეტი და საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. თხოვთ და ალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ასევე 150k special ვიდეოს გიმზადებთ, მალე ავიდეთ 150,000-ზე. სახელები ოდესმე თუ გიცდიათ, გამოგესახათ ციფრებით. მე ასეთი რაღაც პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ჩემი საკუთარი სახელი გამოვსახე ანბანის მიხედვით ნუმერაციით, ანუ რიცხვებით და რას ნიშნავს? C-ა მაქვს წამოღებული, რომ A-100 არის პირველი, ხო? იმიტომ რომ პირველი ანბანის 100-ა. B არის მეორე, G მესამე, D მეოთხე და ასე შემდგომ რა. მინდა უბრალოდ რომ თქვენს მიერ ამორჩეული სოფო ბერიძე რენდომ ამორჩეული გამოსახოთ მარკერით თან გაქვთ რა რიცხვები შეესაბამება. S არის დაგეხმარებით თუ ნახავთ. 18 მოდი დაიწყე 18 დაწერე, ცოტა გარკვევით დიდად. 18. O არის 14. თუ არის 21, ხომ მე ვერ ხედავ კარგად 20. O. ისევ 14. გადავიდეთ ბერიძეზე. B არის 2-იანი. E არის 5. R არის 17. 9 არის I. Z ცოტა ქვემოთ 28 და E ისევ 5. ეს არის სოფო ბერიძე თუ ვინმე გვიყურებს და იცოდეთ რომ ქართული ანბანის მიხედვით ესე გამოისახება რიცხობრივად თქვენი სახელი და გვარი. მოდი ახლა კითხვაზე გადავალ. წარმოიდგინეთ აქტივს რომ არსებობდეს ბარათი, ვიზა ან მასტერკარდი არ ვიცი არ აქვს მნიშვნელობას, რომ სოფო ბერიძე ეწეროს და მის ქვემოთ 15, 16 თუ 17 ნიშნა რიცხვი ზუსტად მისი სახელს რო შეესაბამებოდეს ქართული ანბანის მიხედვით. ეს რაღაც რო არსებობდეს. ხო მაგარი იქნებოდა. ხო და მე გეუბნებით რომ აი ამ კონვერტში ზუსტად ბარათია მოთავსებული, სადაც აწერია სოფო ბერიძე და ის 16 ნიშანი თუ ჩვენ რამდენიც არის, ზუსტად ეს ციფრებია. ამას არ აქვს მნიშვნელობა. სოფო ბერიძე თუ წერია, ხო. ანუ ეგ შესაბამისად ეგეთი ბარათი უნდა არსებობდეს ჯერ. ბარათი როგორ ნუ კაი, თქვა დაამზადებინე, მაგრამ სოფო ბერიძე ჩვენ ავარჩიეთ. არა მგონია რა. რანაირად, ანუ ჩვენ ავარჩიეთ ახლა ეს. ანუ შენ რომ არც ხილაგე, აი შენ ნახე რაღაცას ხო დავადე. და შენ რომ მეთქვა ეგ აიღო და ეგ რო ამიღო. რა შეცვალე, ანუ შანსი არ იყო რა. აი ეს ხელი თითი დავადე და გამოვიღე. ხო აი რა ერავინ ვერ შეცვლი და ამას. ანუ რაც უნდა და იმას ვერ გამოვიღებ. ჩემი არჩევანი. მაგ მხრივ გულწრფელი რო იყო ზუსტად ის ბარათები აიღეთ, ზუსტად თან ცოტა სკეპტიკურადაც აი საიდანაც გამოაძებინეთ. რანაირად, ჩემი აზრით შეუძლებელია. სოფოები ხო არის დოსო მე, ანუ ეს ლაპარაკში ხო არ მოგატყუა და უცებ შეცვალე. ხო არ შევცვალეთ თლიანი დასტა, სადაც ყველა სოფო იყო. ხო შეიძლება. ესე გველაპარაკება აი ამ იქიდან გამოაძებინა. აი აქედან მეგობრებო. თელი ისა, აქ ყავს უცებ გველებიც, კარატულებიც, ყველაფერი დასტებიც. ხო შეუძლებელია ძალიან ფიქრობ. ისიც ხო მეგონა შეუძლებელი იყო, ხო იყო შესაძლებელი. ის უფრო მეგონა შესაძლებელი ვიდრე ეს. 4 და 1 ისიც უფრო შეუძლებელი მეგონა. საბოლოო ჯამში ხა ვერ მივალთ რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მაინც ვერანაირად. დასკვნამდე ვერ მივალთ. რაღაცა იმას უნდა ვინდობთ რა. ჩემი აზრით არის შეუძლებელი და აქ რაღაც გადაობადებს. მოდი დავაფიქსიროთ შეუძლებელი. ანუ შენი მეგონია რომ შესაძლებელია? იცი რატომ გონია? ანუ აი იქნება და ორივე იქით ხარეს წავედი და ორივე იქიდან ამოვიდეთ ერთად. არა, გამორიცხი, ანუ შანსი არ არის. წია ხო იყო ჩემი გადაწყვეტილება. ეხა ჩემზე იყოს ეს. შენზე იყოს რა. მთელი 800 ლარი შენ მომიდია. არა, მაგრამ ყველანაირად გონია რომ შეუძლებელია აი 100%, просто ის რო იყო შესაძლებელი. მე იმაზე ვფიქრობ, არა. ეს კაცი გვიზის წინ ის რო იყო შესაძლებელი პირველი ფოკუსი 4-იან აგური რო თქვა, მანდ უკვე გადამეწურა ივენდები. შეუძლებელი. არ გლებელი. მოვჭა. მე ვიღებ ამ პასუხს, მე ვიღებ მეგობრებო ამ პასუხს. 1800 ლარი დაიდოს. დავაი, დაიდოს და მარცხენას ვირჩევთ იქიდან. უკვე გააჩერე. აქედანო გაბრუნდა. გასაგებია. ყველანაირი არგუმენტი განიხილეს ის რომ ბარათი შეიძლება კი არა არსებობდეს, არამედ დამზადებულსაც კი გასაგებია შეიძლება ეგრე იყოს, მაგრამ დამზადებული ბარათიც არსებობს, მაგრამ თავარი არგუმენტი იყო ის რომ თქვენ გულწრფელად სავსებით თქვენი ნებით და რენდომ ამორჩეთ ეს სახელი და გვარები, რაშიც მეც კი გამიჭირდება რომ თქვენ შეგეწნააღმდეგოთ. მაგრამ აი აქ ახლა აწყობ შეგასხავ ამას ისე. ნებისმიერი ბარათი ჯერ დალე თუ შეიძლება. ხო. სანამ გავხსნით. ჭიკას გასულ. ნებისმიერი ბარათი აწყობთ, სადაც სოფო ბერიძე და ეს სიტყვები არ არის გამოსახული, ან ნებისმიერი რამ, შეიძლება აქ სადაც ბარათი აძდებს.
შეიძლება ცარიელი კონვერტი. სოფო არ დაგუღუპო სოფო. თქვენი პასუხისგებლობა იყო, ხო მართლა? დიახ, მიდი. 800 ლარი აი ძმა შენ. აი ბოდი გიგი შეგახსენე. შიგ დრადებს. გიგი სოფო არ ამაიღო. აი მაშასკენ მიდის ეს არ შენს. ხელით ცადო რა თუ შეიძლება რა რადებში. ბარათია? ბარათია არის. რაღაც ბარათი არის. ზუსტად ბარათი. მე გეტყვი ერთ-ერთი ჩვენი სპონსორის ბარათი. დარწმუნებული ვარ რომ ბარათი იქნებოდა. ერთ-ერთი ჩვენი სპონსორის ბარათი. გენდოცი ხო არა? როგორ მიხვდი? რაღაც ბარათი დოს. რაცი ხელის მომასკას. შემაღეთ. სადაც წერია სოფო ბერიძე. და ასევე მეგობრებო თუ შეიძლება სოსო ხმამაღლა წაიკითხე. ციფრები თუ შეიძლება ხმამაღლა წაიკითხე. ხმამაღლა წაიკეთე ციფრები. 18, 21, 14, 25, 27, 98, 85 ზუსტად ის ციფრები და ის სახელი და გვარი რომელიც სულ და არა მოგზაურებმა მოიჩინეს. ერთი წამია, ერთი წამი. რანაირად, ბიჭო. რაღაცას ერთი წამი, რანაირად. აუცილებლად ვადასტურებთ მეოთხე გავარ ეს გავარ მეოთხე კონვერტის პასუხს რომელიც არის შესაძლებელი ახლა კი გადავდივართ ბოლო რაუნდზე სადაც გისურვებთ წარმატებას მორჩი ძმა წამოიღე ფული და წავედი მეხუთე რაუნდია საბოლოო სადაც ახლა გადაწყდება თქვენს მიერ დაგროვებული 1000 ლარი წამოვთ ვარა თქვენთან თუ ჩემთან დარჩება ის ამ ორ კონვერტში მოთავსებული არის მეგობრებო ერთგან მწვანე ბარათი მეორეგან წითელი X-ი. თქვენი მიზანია გამოიცნოთ კონვერტი, სადაც მწვანე ბარათია მოთავსებული. მარცხენა. მე ამ პროცესში გიგი რაღაც მინიშნებებს მოგცემ და ვეცდები, რომ შეგაცინოთ. ან პირიქით შეიძლება გულწრფელი ვიყო, უბრალოდ ორმაგი ბლეფის სახით ისევ შეგაცინოთ. გიგი, შენ როგორც ფიქრობ, ამ კონვერტშია მწვანე ბარათი, ხო მიდასტური? ხო. სოსო რას ფიქრობს? სოზია. სოსო წარმოდგენა არა, სადაც ჯერჯერობით, ხო? ამიტომ მოდი პირველ მინიშნებაზე გადავიდეთ. მე სხვათა შორის ძალიან მიყვარს ქართული YouTube-ი. ვასაპორტებ ყველა კონტენტ კრეატორს, რომელიც კარგ და საინტერესო კონტენტს ქმნის, მათ შორის თქვენს მეგობრებო. მე სხვათა შორის ვარ თქვენი ერთგული მაყურებელი და დღეს რომ მოვედი ორი ყველაზე საყვარელი ვიდეო, რომელიც თქვენს YouTube არხებზე მომწონს, ისინი მოგიტანეთ. მაგალითად, მოდი წარმოვიდგინეთ, რომ ეს კონვერტი იყოს გიგის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვიდეო, სადაც ძალიან შია, ფულის გარანტია აკეთებს, ხოლო მეორე იყოს ზიგარი და ხარი. კაცია და გოლარი. სადაც საკმაოდ დიდრულ ცხოვრებას განიხილავს დეტალურად. მომენტი აგე კაც მიჟილობ. ანუ აკარი ფულიო გვეუბნება. არის, ესე გეუბნები. ესე გვეუბნება, მაგრამ. აკეთ ფიქრობ და ხო არ შეგაცვლევინი აზრი? ცოტა ხო არ შეგაცვლევინი აზრი? ცოტა შემაცვლევინე ხა, კარგია, მაგრამ. მომწონს. შემდეგი მინიშნება. კარგი, გადავიდეთ. მოდი, იცი რას ვიზავ? მე ხა მართლა დაგაბნევთ. და ცოტა აგირებთ თავგზავრას. ანუ ერთი შეხედვით კი მე გეუბნებით თითქოს იქით არის, მაგრამ მოგზაურობა ორივე ძალიან გიყვართ და საინტერესო არჩევანს გააკეთებთ. კომფორტულ. ჰა. ყველაზე ისე საუკეთესო პირველი კლასის მოგზაურობას თუ რაღაცა ისე უბრალო ესე ჩემს კი ჩამო. სამგზავრო ტრანსპორტ შორის. ახლა რას ფიქრობ? ანუ ეხლა პროსტა აზრია. გააჩნია სად მიდიხარ? აჩნია სად მიდიხართ? ბიჭო. ახლა ერთი წამ დაუფიქრეთ აბას ერთი წამი. რაღაცა სადღაც ზაღლის თავია დამარხული. ეს რა არისო? ეს არის პირველი კლასის ყველაზე კომფორტული მგზავრობა ალბათ, რა ვიცი თვითფრინავში. გიგი ისევ ამ კონვერტს ფიქრობ? ამისკენ ვარ ეხა აი ის რო დამიმატე რატომაც ბევრი ხალხი როა და ბევრი რაღაცა. სოსო შენ? მე დასაწყისში როგორც ვიყავი ისევ ისე. დასაწყისში ანუ არ გაქვს. კარგი, მოდი ახლა ისეთ მინიშნებას მოგცემთ. ხო. ეს არის საბოლოო მინიშნება, რომელიც არ ვიცი, იმედი მაქვს რომ რაღაც კონკრეტულ რაღაცა უნდა მოგცეს. აქეთ იყოს როგორც მოგზაურებს სოფლიოს ნებისმიერი წერტილი. წერტილში შეგიძლია ფული გადარიცხო და აი გამოაძრობს იმას. ან აქეთ იყოს საქართველო. აგრეთვე საკმაოდ ძალიან ლამაზი ქვეყანა არის. უამრავი ადგილია. მოსანახულებად ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო და უცხოეთს შორის გვიწევს არჩევანი. ნახე. არა, რეალურად ორ ფოტოს შორის გიწევთ არჩევანის გაკეთება. თუმცა არ ვიცი, შეიძლება რაღაც მინიშნება იყოს. რაღაცა კავშირი როგორ შეიძლება არსებობდეს. შეიძლება. ძალიან დავიჭერი ხა. ეხა საქართველო რა შუაში არის?
ნახე მე ესე ნახე ესე დაფიქრე. ამ ფულს წაიღებ და ინდოეთში დახარჯავ. თუ მდიდრულად იქნები, არა, მდიდრულად იმგზავრებ საქართველოში და მერე მშიერი დარჩები. ხება და კრედო ბანკის რაღაც ადევს და იქ არის კრედო ბანკის რაღაც აქცია აქ და ჩაგვისვა აქ. მივხვდი? თუ იმოგზაურებ ესე ამითი გექნება ეს. არა, ან წითელი ბარათი. არა, ან ბარათს. მე აქ ერთი დევს ან მეორე დევს. ბიჭო, ანუ აზრი არ მოეკითხება აქედან არაფერს ვერ მოვდივარ ასე. ან ლოგიკა არის? კი. მართლა, მიწრფელი ხარ თუ არ ხარ, თუ არ ვიცი. აი ერთი მითხა ლოგიკა დევს თუ არა და ლოგიკა დევს რა თქმა უნდა. რაღაცა ლოგიკა იდება. ლოგიკა დევს. აი რასთან დაკავშირებული, YouTube-დან დაკავშირებულია? აი ესე თუ იქნია ხელები დღეს ვერ წავალ ჩვენაკენ. მე 1000 ლარის გარეშე არ წავალ. სოსო. რომელი კონვერტისკენ მიგიწევს გული? სოსოსკენ. გიგი, რომელი კონვერტისკენ მიგიწევს გული? აი შენ გეკითხები, აი თვალებში მიყო. დიახ, გისმენთ. აქ დევს. ბარათი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ მე როდესაც მიყურე კონვერტებში ჩავდი, აღარ გახსოვს? არ ვიცი დააკვირდი თუ არა, მაგრამ კონვერტებს ავურია და ისე განმათავსე. შენი აზრით აქ დევს? ჩემი აზრით, შენ ძალიან კარგი იუთუბერი ხარ. შენი აზრით აქ დევს? და ასევე ძალიან გულშემატკირო პატესოს. და მინდა რომ ჩემმა მაყურებელმა ჩემი არხის გამოიწეროს. შენ ხომ მეუბნები არ ვიცი. მოდი 10-ამდე დავთვლი. თქვენ მიგაღები არ ვიცი. ფოტოდება. ერთი წამ. არა 10 წამს გაზრო, 1-ი არა 10-ს გაზრო. 10. არის მამბნევს. 9. ეს ძირი ჩანს რომ გავაკეთო? 8 საკეთებ ტელეფონთან და ავაკეთო. 8. არიოლი და რა 7. ეს არის ის რა. 6. ეს არის ეს. მაიცა რა 5. 4. 3. ეს რომელი იყო? ეს 2. ეს ეგა. და 1. თქვენი გადაწყვეტილება არის რავი რა აზრი აქვს რა. იქ 50 მე აი 40-ია. არაფერს არ მეუბნება. ინდუსებმა გადაწყვეტა რომ თქვენი კონვერტი არის ეს. მიღებულია გადაწყვეტილება. როგორც იქნა მეგობრებო, ვიდეოში რამე ხო არ იყო საერთო. ეხლა დავიდე. მე რა გაჩენ ის ვიდეო მდიდარი ღარიბია თუ მდიდარია. ახლა თქვენი მიზანია, რომელიმე თქვენ გამოსოს თუ შეიძლება. ვიდი გახსენ. რაღაცა დევს, ყველა ვარიანტში დევს რაღაცა. მაგრამ თავარია არის რომ აქ იყოს მწვანე ფერის ბარათი, თუ მწვანე ფერის მწვანეფერი ძალიან მიყვარს. მწვანე ფერი ძალიან გიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანეა უნამასო. თქვენ მოიგეთ, როგორც თუ დევს, თუ შეიძლება თუ რაც დევს. მოდი არ ნახავ და ვანახოთ მაყურებელო. და ეს არის დააკომენტა. გილოცავთ. გაიხარე. ძალიან, ესე იგი 1000 ლარი რომელიც დააგროვეთ, თქვენთან მოდის მეგობრებო, გილოცავთ. ესიმენა გულაურია ძმო. აქ რა იყო მითხარი? რამე ლოგიკა იყო? მაგას გეტყვით გადაცემის გარეთ. იმიტომ რომ მე შეიძლება ეგ ლოგიკა შემდეგმა მეგობრებო, ჩემმა ღმერთმა ესე ინება, რომ ძალიან კარგია. მეგობრებო, გილოცავთ. 1000 ლარი ჩვენია. საწავიდეთ. ძალიან დაძაბული თამაში გქონდათ. იმედია რომ მოგეწონათ გადაცემა. აუცილებლად დაალაიქეთ. გამოიწერეთ ახი რომ მალე ავდეთ 150,000 გამომწერზე. რამდენი დაგჭა? 6 ან 7,000. ეს ბოლო ვიდეო ამით ავალ. ავდივარ. იმედია ავალთ მეგობრებო და მაინც რო დაურწმუნდეთ რომ მეორე კონვერტში იყო წითელი ბარათი. თქმა უნდა, აქ არის წითელი X. მადლობა ჩვენ სპონსორებს, გენერალურ სპონსორს ამბასადორბეთს, კრედო ბანკს და ჩვენს უგემრიელ სასმელს სომერსპის. გისურვებთ ყველას წარმატებებს შემდეგ შეხვედრამდე. გაკონცერტ.